ახლა კი მინდა იმ პროფესიის ადამიანზე მოგიყვეთ, რომელიც ახალი თაობების აღზრდაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაია მირინაშვილი კახეთში სოფელ შილდაში მუსიკას ასწავლის და ამასთანავე ანსამბლის ხელმძღვანელია. მაია მასწავლებლებს 2 შვილი ყავს, თუმცა ამბობს, რომ ის 26 ბავშვის მშობელია. ჩვენი გადამგრევი ჯგუფი მუსიკის მასწავლებლებს ადგილზე ეწვია და ახლა მის სიუჟეტს შევგვთავაზებთ. მუსიკის გარეშე ალბათ რა ვიცი, ცხოვრება მე არ შემიძლია. მე ვარ მაია მირინაშვილი, მუსიკის მასწავლებელი და ანსამბლის ხელმძღვანელი. ჩემი და მუსიკის სიყვარული ნამდვილად ღრმა ბავშვობიდან იწყება, იმიტომ რომ მეორე კლასში რო გადავედი, დედამ მომიყვანა სამუსიკო სკოლაში, შილდის. და რა თქმა უნდა მიმიღეს, იმიტომ რომ მქონდა მონაცემები, კარგი ხმა, რიტმის შეგრძნება და ჩავაბარე გამოცდები მისაღები, დავამთავრე 7 წლები, იმდენად მიყვარდა მუსიკა. მერე ჩავაბარე თელავის სამუსიკო სასწავლებელში. დავამთავრე საგუნდო სადირიჟორო. სალომე სამსაცე, არ დაგაგვიანდეს. ყავდა შვილი აბიტურიენტი. და რაღაცნაირად დამატებითი შემოსავალიც მჭირდებოდა და გავაკეთე მოყვარულთა ჯგუფი. 2 სკოლაში დავდივარ, შილდის და ალმატის და საბუეში კიდე მყავს ფანდურის წრე. ანუ სამ სოფელში მიწევს სიარული ფაქტობრივად, კვირიდან კვირამდე. ეს ოცნება იყო, რომ ანსამბლი მყოლოდა. ბავშვების სიკარგიდან გამომდინარე, შევქმენი ანსამბლი. სახში ჩვენთან სიმღერის გარეშე არ არსებობს არც ერთი დღე. განსაკუთრებით ეს ჩემი შვილი რო აბიტურიენტი იყო, მაშინ რო დაიღლებოდა მეცადინეობით, დემოდი რა ვიმღეროთ, მე ფანდურს უკრავდი, ის გიტარას და აი ეს რაღაცნაირად გადაგქონდა ის რთული პერიოდი ემოციური. მათთან ურთიერთობა მავსებს, დადებითი ემოციებით, სიკეთეს მაძლევს. იმათი აი ალალი თვალები, ნამდვილი თვალები, სუფთა სული, აი რა ვიცი, სხვანაირები არიან რა. მეც ბევრ რამეს ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან, რა თქმა უნდა, არც მათი რაღაც მითითება წყინს პირიქით ვეუბნები ხოლმე, თუ რამე მეშლება ბავშვებო მითხარით და მე იმას გამოვასწორებ და იგივეა, რა თქმა უნდა, ჩემიდანაც იმათთვის საყვედურის ღირსი არიან თუ შექების ღირსი თუ რაც არიან, თუმცა ძალიან იშვიათად იღებენ ჩემგან საყვედურს, რა უნდა მოხდეს, ცოტა სიცილქეს ძლევთ ხოლმე. ერთი მაგაზე თუ მივეცი საყვედური, ჩუმად. მე ეს ყველაფერი მინდა გავაკეთო ისევ და ისევ ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის, იყვნენ წარმატებულები, აკეთონ ის საქმე, რაც თვითონ უყვართ და აშკარაა, რომ უყვართ სიმღერა. პარლის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და კულტურის სამსახურის ხელშეწყობით ანსამბლი გახდა უფასო. მომცეს ეკოთახი, სადაც მე ანსამბლი მყავს. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ირაკლი მათიკაშვილს და ქალბატონ მაია ზარდიაშვილს, ძალიან დამიდგნენ გვერდში. მე ავიხდინე ჩემი ოცნება. კი, ოცნება იყო, რომ ყოლოდა ანსამბლი და მყავს. თანაც უფასო. ჩემი შვილები არიან, 26 შვილის დედა ვარ. და ძალიან ამაყი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი კარგი ბავშვები მყავს. ერთმანეთზე უკეთესი გოგობიჭები არიან. მე ვაძლევ მათ საშუალებას, რომ აიხდინონ ის ოცნებები და სურვილები, ეზიარონ სცენას, ნახონ თუნდაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე გასტროლებზე და თუ კი იმის შესაძლებლობა იქნება საზღვარგარეთიც.